ხა, ჩემო ბასასუნა. მოვედი უკვე, აქ ხარ და გელოდები. მეც მიყვარ ხარ. მე უფრო მოკლა, მე. ხო, გავიგეთ რომ გიყვართ ერთმანეთი. უკაცრავად? ვაიმე, მაპატიეთ რა. უცებ ჩემი ქმარი გამახსენდა და ბრაზი მომერია. ჩემი უხეში და საზიზღარი ქმარი. ეს ტელეფონი ალბათ შეყვარებულმა გიყიდა, ხო? აუ, კი, შეყვარებულმა მიყიდა და მწვანეც ხო გამოვიდა ეხლა. მაგასაც შემპირდა რომ გიყიდი აუცილებლად. თეთრი და ოქროსფერი სახლში მაქვს და ყველა მექნება. კინდერის სათამაშოებით ვაგროვებ. მეც ვაგროვებ. აუ, რა მაგარია. ოღონდ ფანრიან ნოკიებს. ისე კარგად ანათებს სადარბაზოში რო შედიხარ და შუქი არ არის. თითქოს დღეა. რას მიყურებ, მე კი არ ვფიქრობ ეგრე მიხსნი და ჩემი ქმარი. ეგ საზიზღარი რაც უთკაცთან ცხოვრობდი, პროსტა არ იცი. ვაიმე, დიდი ხანია დაგშორდა? მე დავშორდი. ისე იქცეოდა რომ აშკარად უნდოდა რომ დავშორებოდი. ძალიან ბევრს ვუთმენდი. ძალიან. აუ, ჩემი შეყვარებული კიდე ისეთი საყვარელი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი ტკბი. აუ, ბოდიში რა, ეხა შენი თანდასწრებით რა ვამბობ ამ ყველაფერს. ჩემი ქმარიც ისეთი ყურადღებიანი და საყვარელი იყო შეყვარებულობის პერიოდში. მაგრამ მერე გახდა საზიზღარი და აუტანელი. ვაიმე, ბოდიში, ამას შენთან ერთად შენი თანდასწრებით არ უნდა ვამბობ. სასმელზე დაგპატიჟებ. აუ, კაი, მადლობა. მე კოქტეილს დავლებ, სექსი პლაჟზე. ბოდიში, შენი თანდასწრებით ამას არ უნდა ვსვამდე. მაგრამ ჩვენი ყველაზე საყვარელი კოქტეილია. არა მარტო კოქტეილი, სახელიც. არა მარტო სახელით, სიტუაციაც. კონიაკი დამის. დღეს ქმარს დავშორდი. ათწლიანი ოჯახი დამენგრა. აუ, ჩემო გოგო. მოკლედ, მე და ჩემმა შეყვარებულმა გადავწყვიტეთ, რომ სამოგზაურო წავიდეთ და შენც რო წახვიდე არ გინდა გულს გადააყოლებ, კარგი იქნება. აუ, ერთხელ ჩემ ქმარს უთხარი, მოგიყვე ახლა. ერთხელ ჩემ ქმარს უთხარი, მოდი წავიდეთ სამოგზაუროთ, თქო და იცი რა მითხრა? სამოგზაუროთ რატო წავიდეთ, მოგზაურები ხო არ ვართო? ხო და ისე მართალია. იმიტომ რომ მოგზაურმა უნდა იმოგზაუროს, მასწავლებელმა უნდა ასწავლოს და საერთოდ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. აუ, ძალიან ცუდი კაცი ყოფილა, ეგ შენი ყოფილი. ყველა კაცი ერთნაირია. არა, მაგაში ვერ დაგეთანხმები რა. ყველა კაცი ერთნაირი არ არის. ჩემი შეყვარებული ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მაღალი და სიმპათიურია. ჩემი ქმარიც ძალიან ყურადღებიანი იყო, მაღალი და სიმპათიური, მაგრამ რაც დავშორდი რაღაცნაირად დადაბლდა და მახინჯი გახდა. ისე შენი სიმპათიური რატო აგვიანებს? აუ, რატო და მითხარ რომ რაღაც განსხვავებული ვარდები უნდა მოგიტანო და ვერ იშოვა, რა საყვარელია და ეძებს. განსხვავებული. უეკლო თეთრი ვარდები. აუ, ზუსტად შენ თავს ფიცავ, შენ საიდან იცი? ჩემთვისაც მოქონდა ჩემ ქმარს ეგეთი ვარდები. დღეში რამდენი შემოდის ეგეთი, აი ამას კითხე. არა, ეხლა მართლა მესმის რომ გულნატკენი ხარ, რაღაც გაბრაზებული ხარ, მაგრამ ერთს გთხოვ რა, ყველა კაცს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ. კაი? ხარ ჩემო საყვარელო. ვაიმე, ჩემი ბიჭი, ეს არის ჩემი ნიკუშა. აი, შენი თანდასწრებით ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ გაიცანი, ჩემი ყოფილი ნიკოლოზი. რა? ანუ რა გამოდის, რომ მე და შენ ერთ ადამიანზე ვლაპარაკობდით? ხო. ასე გამოდის, რომ შენთან იყო საზიზღარი, უხეში, დაბალი, მახინჯი და ჩემთან იყო
თბილი, მოსიყვარულე, მაღალი, სიმპათიური. ანუ ორივეს გვატყუებდა, ხო ეს არაკაცი ეს? მოიცა არაკაცი ჩემთვის თუ შენთვის? ორივეს გვატყუებდა და ორივესთვის არაკაცია. შენ მომის. ეს გამომართვი ერთის სასმის. ეს გამომართვი მეორეს სასმის. ეს შენთვის გამომართვი. და ეს გამომართვი ეხლა ესენი ჩემ გამოიჩხუბებენ აქ და რაღაცები რაც დაილეწება, აი ამისიც გამომართვი. რაო, ვერ გავიგე? ანუ შენს გამოვიჩხუბებთ ჩვენ? ხო გეუბნებოდი რა, ყველა კაცი ერთნაირია თქო. შენ კიდე მეუბნებოდი, ყველა კაცს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავო. კაი აზრია ისე შურისძიებისთვის. ქვაბი გააქვს? აბა რა. ხო და მოდი აქ დავყარო.